პალესტინის სახელმწიფოს ირგვლივ მხარდაჭერა იზრდება. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პალესტინა როგორც სახელმწიფო ფორმალურად აღიარა. ერთი მხრივ სიმბოლური ნაბიჯი სერიოზული დიპლომატიური გარდატეხაა, კონკრეტულად კი სოფლიო პოლიტიკაში იმ სახელმწიფოების წონის გამო, რომლებმაც ისტორიული ნაბიჯი გადადგეს. საუბარია დიდი შვიდეულის ქვეყნებზე, რომლის ლიდერებსაც სწამთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საფუძველი მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტილი დავაა, რომელთაგანაც ერთი ისრაელი, მეორე კი პალესტინა. ახლო აღმოსავლეთში არსებული ტრაგიკული მდგომარეობის ფონზე ჩვენ ვმოქმედებთ მშვიდობის შენარჩუნებაზე, ორი სახელმწიფოს პრინციპის შენარჩუნებაზე. ეს კი გულისხმობს უსაფრთხო და დაცულ ისრაელს, სიცოცხლის უნარიანი პალესტინის გვერდით. დღეს ასეთი მოცემულობისგან შორს ვართ. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ მშვიდობას, ეს სურს ბრიტანელ ხალხსაც. ჰამასი სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა და ეს გადაწყვეტილება არ აჯილდოებს მათ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჰამას არ აქვს მომავალი, არ აქვს როლი მთავრობაში. ამასთან ისრაელის მთავრობის მიერ ღაზის ინტენსიური დაბომბვა, იქ არსებული შიმშილი, ნგრევა მიუღებელია. ათობით ათასი ადამიანი მოკლული, სიკვდილიდან ნგრევა უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ ისრაელის მთავრობას მოხსნას მიღებული შეზღუდვები საზღვართან და დაუშვას ანკლავში დახმარების შესვლა. მოვუწოდებთ მათ შეაჩერონ ეს მავნე ტაქტიკა. ორი სახელმწიფოს პრინციპით საკითხის გადაჭრის იმედი ნელ-ნელა ქრება. ამიტომაც ვქმნით კონსენსუსს მშვიდობის ჩარჩოში. დღეს ამ იმედის გადასარჩენა დიდი ბრიტანეთი ფორმალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ჩვენ ისრაელი 75 წლის წინ ვაღიარეთ როგორც ებრაელი ხალხის სამშობლო. ახლა კი ვუერთდებით იმ 150 ქვეყანას, ვინც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის უკეთესი მომავალი არსებობს. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სიძულვილზე და მთელი ძალით ვებრძოლოთ მას. ავსტრალია აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ორი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის კი ერთი ისრაელია, მეორე კი პალესტინა. ამ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად სინქრონულად. ასეთებია დიდი ბრიტანეთი და კანადაც. ჩვენ ვაღიარებთ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ და ხანგრძლივ მისწრაფებას ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო. ეს საუკეთესო შანსია მსოფლიოსთვის, ჰამასის იზოლაციისა და განიარაღებისთვის. პალესტინელი ხალხისთვის კი თვითგამორკვევის მინიჭებისათვის. ესაა საშუალება სახელმწიფოებისთვის ერთად მოვითხოვოთ ტყვეების გათავისუფლება და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერების მიზნით. ავსტრალიას სურს დასრულდეს ადამიანების მკვლელობა. ისრაელის მთავრობა ხელს უწყობს არალეგალურ დასახლებებსა და ექსპანსიას დასავლეთ სანაპიროზე. ღაზაში კი კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებაა. იდეა, რომ ისრაელი მოლაპარაკებებზე წავა, არაა რეალური. სოფლიომ უნდა თქვას, რომ საკმარისია. ჩვენ გვსურს მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში. იგივე ნაბიჯისთვის ემზადება პარიზიც, რომელმაც პალესტინის აღიარება ერთ-ერთმა პირველმა დააანონსა. ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ სიტყვებს გაეროს ტრიბუნებზე წარმოთქვამს, საფრანგეთში მის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ ადგილობრივი მთავრობები, რომლებმაც პალესტინის დროშა მუნიციპალურ შენობებზე გამოფინეს. საფრანგეთის გარდა იგივე ნაბიჯის გადადგმას გეგმავენ ბელგიასა და ესპანეთში, თუმცა განსაკუთრებული რეზონანსი ამ საკითხს სწორედ საფრანგეთში აქვს. ეს იმიტომ, რომ ცნობილი ფრანგი საზოგადო მოღვაწეები ქვეყნის პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმამდე კონკრეტული პირობების გაჟღერებას თხოვენ, კერძოდ იმას, რომ გათავისუფლდნენ ისრაელელი მძევლები და ჰამასი როგორც ორგანიზაცია სრულად დაიშალოს. საფრანგეთის მხრიდან პალესტინის აღიარების შესახებ ბევრი შეფასება და კითხვა მოვისმინეთ, ისევე როგორც ბრაზი, წუხილი თუ გამხნევებაც. მინდა გითხრათ, რომ სხვების მსგავსად 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმით ტკივილი ჩვენს განვიცადეთ და ეს არ დაგვიწყებია. თუმცა ასევე არ გვავიწყდება მუდმივი დაბომბვების ფონზე მცხოვრები მოსახლეობა ღაზაში. ისინი, ვისაც არ აქვთ წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რაც საფრანგეთს სურს ესაა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. ტყვეების უყოყმანო გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში, ხვალინდელი დღე ამ ადგილზე, ჰამასის გარეშე. სურს განახლებული პალესტინა, სკოლებით, რომლებიც არ ასწავლიან ზიზღს. სურს პირობები, რომელიც მშვიდობის საშუალებას გააჩენს. რაც სურს ესაა ორი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთის გვერდით მშვიდად ცხოვრობს. ისრაელის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს დაპირიგით. ეს განცხადებები განსაკუთრებით აღიზიანებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საკითხს ღიად არ დატოვებს და მისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯს პასუხს გასცემს. ისრაელის ლიდერი დასავლელი პარტნიორების მიმართ საკმაოდ ხისტი იყო. მას ზურგს პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმაგრებს, რომელმაც სულ ახლახან
დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ იზიარებს სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის აღიარებას. მანამდე ის ამბობდა, რომ ეს არაფერს შეცვლიდა. ისრაელში დღეს განმარტეს, რომ დასავლელი ლიდერების პოლიტიკური საჭიროებების გამო ქვეყანა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას არ აპირებს და რომ პასუხი აუცილებლად იქნება. კაფეო სიგნალი მაქვს იმ ლიდერებისთვის, ვინც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. 7 ოქტომბრის სასაკლაოს შემდეგ თქვენ უდიდესი ჯილდო არ გუნეთ ტერორისტებს. კიდევ ერთი გზავნილი მაქვს. ეს არ მოხდება. იორდანიის დასავლეთით პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს. წლებია ხელს ვუშლიდი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. უდიდესი ზეწოლის ფონზე ჩვენ ეს გავაკეთეთ კონკრეტული მიზნით და პოლიტიკური სიბრძნით. დიახ, ჩვენ გავაორმაგეთ ებრაელთა დასახლებები იუდეასა და სამარიაში და ასე გავაგრძელებთ. ჩვენს გვერდით ტერორისტული სახელმწიფოს დამკვიდრების შესახებ ბოლო მცდელობებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ვუპასუხებ. მზად იყავით. ჩვენ გვექნება ბრძოლა გაეროშიც და ყველა სხვა არენაზეც ამ მცდარი პროპაგანდის წინააღმდეგ. პალესტინის აღიარება საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს არსებობას და აბსურდულ ჯილდოს წარმოადგენს ტერორისტებისთვის. პალესტინის სტატუსის ირგვლივ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. მათ შორის ყველაზე მგრძნობი არის ტერიტორიული საკითხი, კერძოდ რა გეოგრაფიულ საზღვრებს გულისხმობენ ქვეყნები, როდესაც პალესტინის სახელმწიფოზე საუბრობენ. მით უმეტეს იქ, სადაც არსებობს ისრაელი, ამ მიწაზე საკუთარი პრეტენზიებით. მიუხედავად ბუნდოვანებისა, გადაწყვეტილებას დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში დადებითად ხვდებიან. პალესტინის მთავრობა იმედოვნებს, რომ პროცესს დომინოს პრინციპი ექნება. იმის რწმენა, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მატერიალიზების გარეშე მოხდება უბრალოდ ილუზიაა. ნათელია, რომ პალესტინის აღიარება მშვიდობის წინაპირობაა და არა მისი პროდუქტი. იგი უნდა აღიარო, რათა მშვიდობის დღის წესრიგი წინ წავიდეს. თუ საერთაშორისო საზოგადოება მათ აპარტეიდისა და ანექსიის გეგმის განხორციელების საშუალებას დაუსჯელად მისცემს, ეს იქნება დარტყმა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებებზე, წესებზე დამყარებულ წესრიგზე. რამდენიმე ქვეყნის მხრიდან პალესტინის სტატუსის აღიარების პარალელურად ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. ქვეყნის მიერ ქალაქ ღაზაზე განხორციელებული შეტევის ფონზე პალესტინელები სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლას განაგრძობენ. შიმშილის პირას მყოფ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა კვლავ პრობლემურია.